გამარჯობა, მე ნანიკო ვარ ხაზარაძე, ტელეწამყვანი, ამჟამად ყოფილი ტელეწამყვანი. ვარ 53 წლის, პროფესიით ვარ მსახიობი, ხატვარი და უცხოენების სპეციალისტი. ლიკა, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. სხვათა შორის დღეს დავფიქრდი და აღმოჩნდა, რომ თვეზე მეტი არაც იმედიდან წამოვედი, თვეზე მეტი არა, თითქმის თვე არის და რაღაცნაირად მგონია, რომ ჯერ მხოლოდ 2-3 დღე გავიდა. კარგად ვარ, ვისვენებ, რაღაცა ახალი ჟანგბადი ჩავისუნთქე და ბევრი ახალი საქმე წამოვიწყე და ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება, არ ვიცი. არაფერს არ ვნანობ ცხოვრებაში, რატომ მოხდა, რაც მოხდა, ნამდვილად არ ვიცი, უბრალოდ ვიცი, რომ მოხდა. რა ვიცი, ქმარს გავშორდი ჩემი შვილის მამას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში და ჩემი შვილისთვის და ჩვენ დავასრულეთ ურთიერთობა და ეხა იმედიდან წამოსვლა, მე მგონი არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, აგერ მართლა ქმარს გავშორდი. რა ვიცი, რაღაცა იწყება და რაღაცა სრულდება. როგორც ჩანს, დასასრულია ეს იმედის და ჩემი ურთიერთობის. სხვათა შორის ჩემი შვილი, ნინო, მადლობა ამ შეკითხვისთვის, ჩემი შვილი ჩემი გულშემატკივარია და ნებისმიერი ჩემი ნაბიჯი, თუნდაც არაპოპულარული და მისთვის არაგამართლებული, რა ვიცი, მაინც მისაღებია. სულ მეუბნება, რომ ყველაზე მაგარი დედიკო ყავს, ქალღმერთს მეძახისთან, ისე მიხარია, რომ ურეკავ, ესე ეწერება ტელეფონზე. დედიკო, ჩემი ქალღმერთი. მისთვის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, არის მისაღები და ყველაფერზე მადლობას და რა ვიცი, მკოცნის და სულს უყალოს მიხსნის. ჩემთან არის მოკლედ ლირ. ყველა ჩემი ნაბიჯისას. არ დავშორებული ვარ ჯაჯანიძეს, ველაპარაკები, ვნახე კიდევაც და ტელეფონითაც ბევრჯერ ვიკონტაქტე. ვაგრძელებთ ურთიერთობას. რა ვიცი, ახლა რო გითხრა რომ მეგობრობ და ყოველ დღე ერთად ვართ, არა, მაგრამ რა ვიცი. კონტაქტობთ. კი, მამუნათებდნენ, მაგინებდნენ, წყევლიდნენ, ცუდი სიტყვებით მომიხსენიებდნენ, თაგავდნენ, მწერდნენ, მირეკავდნენ, ასაკი პატარა გოგოები და ბიჭები. მოკლედ თავს იმის უფლებას აძლევდნენ, ვის უფლებაც არ ჰქონდათ რეალურად. თუმცა მე არავისთვის არ მიპასუხია. და რა ვიცი, დღეს აღარ მივანწყავენ, იმიტომ კი არა, რომ იმედიდან წამოვედი, უბრალოდ დიდი ხანია აღარ მამუნათებენ. რატომ არ ვიცი, მათ კითხეთ, ვინც მამუნათებდა, არ ვიცი. ტელევიზიაზე არასოდეს მიოცნებია, ჩემს ცხოვრებაში არ მიოცნებია ტელევიზიაში მუშაობაზე. აი, ხო არიან ბავშვები რო ყვებიან, რომ პატარა რო ვიყავი, დეზოდორით დავრგოდია რაღაც და არა. არაფერი მაგდაგვარი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, სულ თამაშობდი კოლბებით, ლანცეტებით, დავყავდი დედა ჩემს თავის სამსახურში ქირურგიის ინსტიტუტში, მამა ჩემს კამოს ქუჩაზე მეორე საავადმყოფოში და ჩემი რაღაცა ინტერესი იყო საოპერაციო, მორგი, ლაბორატორია და ასე შემდეგ. მაგრამ მივხვდეთ ამისა არ ჩავაბარე, იმიტომ რომ მშობლებმა არ მომცეს უფლება. მარტივად რო თქვა. ასე პირდაპირ კი არ ამიგზალეს, უბრალოდ რაღაცნაირად მანიშნეს, რომ ძიმე პროფესიაა და შევეცოდე მოკლედ. და გადაწყდა, რომ კარგად ვხატავ. ამიტომ წავედი და ვისწავლე 6 წელი აკადემიაში. მე კარგი შემსრულებელი ვარ, თუ რაღაცაზე პასუხისგებლობა ავიღე, იმას ბოლომდე ვასრულებ. და აი ამ დროს მოვხვდი ტელევიზიაში. და კი შემორჩი 36 წელი. პროფესიით კი ვარ ხატვარი, მსახიობი, უცხოენებში სწავლობდი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ყოველთვის იყო მედიცინა და ძალიან წყის რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე ამ სფეროში და ვერ ვიმუშავე. მოკლედ რომ არა ეს ჩემი წარსული, მე ალბათ ვიმუშავებდი სადღაც საავადმყოფოში ვიქნებოდი ნეიროფსიქოლოგი მაგალითად, ან ნეიროლინგვისტი, არ ვიცი. დიტო გამიკვირდა ახლა ასე რომ შემაქე როგორც პარტნიორი, იმიტომ რომ ზოგადად ამბობენ, თუმცა მე ამას ვერ გძნობ, რომ მე ძალიან ბევრს ლაპარაკობ და მე მუდმივად პირში უვარდები ვიღაცებს და ყველას ვართმევ სიტყვას. მე ამას ვერასოდეს ვერ გძნობ, მართლა. მე უბრალოდ არ მიყვარს პაუზა და ინსტინქტურად რომ გძნობ, რომ სტუდიაში, როდესაც სტუმარი მეორე წამყვანი ან კიდე ვიღაცა არის და პატარა პაუზა ისადგურებს, ავტომატურად ვიწყებ ლაპარაკს. მადლობა ამ შეფასებისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა. კი, და მე სულ ვცდილობ რომ ვიგრძნო, დავუთმო რაღაცა კონკრეტული დრო მას. მოკლედ ძალიან რთულია იყო პარტნიორი, იმიტომ რომ მარტო როდესაც ხარ შენს თავზე ხარ დამოკიდებული და ბოლომდე შენს მაქსიმუმს, ანუ რეალიზაციას აკეთებ შენი თავში, მაგრამ როდესაც ყავს პარტნიორი, შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არ გადაფარო, არ გააქრო რაღაცნაირად, უნდა ეცადო, რომ მასაც დრო დაუთმო. მე პირადად ძალიან მიყვარს ვიღაცასთან ერთად მუშაობა. მე ძალიან კარგი პარტნიორები მყავდა ცხოვრების განმავლობაში, ნიკა ლომიძე, რომელსაც აი ზურგის ტვინით ვგრძნობდი, რა უნდა ეთქვა და ამიტომ ყოველთვის ჩემი სათქმელი იქით მიმყავდა, რომ მისთვის ლოგიკური ყოფილიყო ჩემი თემის გაგრძელება. ძალიან კარგი პარტნიორი მყავდა ნიკა წულუკიძე, რომელიც ასევე ყოველთვის გრძნობდა და ვგრძნობდი, რისი თქმა მინდოდა, ან გვინდოდა და რაღაც აი უთქმელად ერთმანეთს უგებდით და ნუ
ბოლოს აღმოჩნდა ჩემი პარტნიორი ჯაჯო, რომელთანაც აღმოჩნდა რომ ვიყავი ბულერი, ჩაგვრელი და საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა. ისე მიყვარს პარტნიორობა. სწორედ მაშინ ვიდრე მაესტრო გაიხსნებოდა, მე ვმუშაობდი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო ჯეოსელში აღარ არის კომპანია და ვიტყვი აღარ რეკლამაში არ ჩაგვეთვლება. დამირეკა მამუკა გლონტმა, თან კარგი ხელფასი მქონდა, კარგი პირობები მქონდა, მოკლედ კარგად ვიყავი ცხოვრების იმ ეტაპზე. და დამირეკა მამუკა გლონტმა და მითხრა რომ უხელფასოდო, იმიტომ რომ ჯერჯერობითო არ გვაქვსო არანაირი ფულიო, თუ წაბუხვალო, ხსნიო ახალ არხსო და აი ესე მინდაო რომ შენ იმუშაო ჩემთანო. და რა თქმა უნდა, მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, მივატოვე მართლა არაჩვეულებრივი პირობები, წამდგენ, სულ მქონდა მე-13 ხელფასი, პრემია, ბონუსი, საჩუქრები, არაჩვეულებრივად გრძნობდი თავს და აი ეს ყველაფერი მივატოვე და აბსოლუტურად ხელფასის გარეშე წავყევი მამუკა გლონტს. ჩემი პარტნიორი იქ უნდა ყოფილიყო სოსო თოლორაია და მახსოვს ერთ-ერთ საღამოს მირეკავს მამუკა გლონტი და მეუბნება რომ შევცვალეო, ჩემი გეგმებიო, შენო უნდა ნიკალომიძესთან ერთად დაждო. წარმოიდგინეთ ხალხო, ნიკალომიძეს საერთოდ არ ვიცნობ და პირდაპირ აი ღამე ვიგებ, რომ ხვალდილის 8 საათზე უნდა მასთან ერთად დავждე პირდაპირ ეთერში ახალი არხის გახსნაზე. ხო და წავედით მე და ჩემი ლალი, დავჯექით და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ პირველი ეთერიც და მომდევნო, მოკლედ ყველაზე კარგი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში, ნიკასთან ერთად მუშაობაც ალბათ მაესტროზე, იმიტომ რომ ვიყავით ლაღები, ვიყავით ბედნიერები, ჩვენ თვითონ მოგწონდა, რასაც ვაკეთებდით და ეს იგრძნობოდა და ამიტომ მაყურებელი ამას მართლა გრძნობდა ძალიან კარგად. აი დღეს რამდენი წელი გავიდა მაესტრო შემდეგ 25 სადღაც. ქუჩაში დღემდე მაჩერებს ძალიან ბევრი ადამიანი და ყველა მეუბნება. ტოროლა, ანუ რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში, რომ მე ტოროლა გადავფარო, არ ვიცი. ეს იყო ყველაზე ნათელი, ყველაზე ლაღი და ყველაზე ბედნიერი სამუშაო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ერთი პარადოქსი, ყველაზე ცოტა ხანი ნიკალომიძე და მე ვიყავით წყულში, იმიტომ რომ მე გავთხოვდი და წავედი. მაგრამ მაყურებელს რო კითხო, მე ვიყავი იქ ყველაზე დიდად. მე კი არა, მე და ნიკა ვიყავით სულ. არა მეგობრებო, მე და ნიკალომიძე ვიყავით, აი ძალიან ცოტა ხანი, მაგრამ ხალხს დაბეჭდილება აქვს, რომ ჩვენ სულ ვიყავით. მართლა. შენობით რომ მომართავენ, ეს მართლა ჩემთვის გაუგებარია. იმიტომ კი არა, რომ ვთქვათ თქვენზე, რა ვიცი, კარგი ვარ, ან რაღაცა პატივცემას მიმსახურებ, ან იმიტომ რომ ტელეწამყვანი ვარ, ან იმიტომ რომ ხალხი მცნობს. არა, უბრალოდ ვერ ხვდები, რატომ საიდან ამხელა ფამილიარობა პატარა ბავშვების განსაკუთრებით. თუმცა არა უშავს, მე ამაზე ერთი კარგი პასუხი გამცა ჩემო პროდიუსერმა, იმდენათო სულ ტელევიზორში ხარ, რომ ყველას თავისიანად მიაჩნი ხარ და ამიტომ შენობით გელაპარაკებენ. მაგრამ მაინც მე რაღაცნაირად მგონია, რომ თქვენობით ბევრად კარგია, რომ მივმართოთ ერთმანეთს. მოკლედ საცობები არის ის, რასაც ჩემი ფსიქიკა ვერ ეგუება. მე არ შემიძლია მშვიდად ვიარო, ვიდგე და 2 საათი დავუთმო სადღაც გადაადგილებას. ამიტომ მივიღე ესეთი გადაწყვეტილება. ჩემი საყვარელი მანქანა დავაყენე ეზოში და გადავჯექი ავტობუსზე. და რა აღმოჩენები გავაკეთე, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დავიწყე მოძრაობა, აღმოვაჩინე თბილის ქალაქი, რომელსაც ასე ვერ ვათვალიერებდი, იმიტომ რომ არ მქონდა ამის შანსი. როდესაც საჭესთან ხარ, ყოველთვის წინ იყურები, გზას უყურებ და არასდროს რაღაცა დრო არ გაქვს იმისთვის, რომ აღიქვა შენი ქალაქი კარგად. ძალიან მომწონს ეს ჩემი არც თუ ისე ახალი გამოცდილება, იმიტომ რომ რაღაცა ხალხთან დავამყარე სხვა კონტაქტი, იმიტომ რომ ავტობუსში რო ავდივარ, ეს ცალკე პერფორმანსია. ყველა მელაპარაკება, ყველა რაღაცას მეკითხება და მახსოვს ეს პერიოდი, აი, რომ ლანძღავდნენ და მამუნათებდნენ, ავედი ავტობუსში ერთხელ და უკან დავჯექი თავისუფალი ადგილი იყო და რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ გაჩერდა მთელი ხალხი და ყველა რაღაცნაირად ჩემსკენ შემოტრიალდა და მთელი ყურადღება არის ჩემსკენ. რა თქმა უნდა შემეშინდა, მაგრამ ვის ვაგრძნობინებდი ახლა ამას, იმიტომ რომ შემცხვა. და ვიფიქრე ახლა ამ თელმა ავტობუსმა რომ დაიწყოს ჩემი ლანძღვა, სად გავიქცე. აღმოჩნდა რომ სიყვარულის ბუშტი გაუსხდა ერთად თელ ავტობუსს და ძალიან ბევრი კოცნას მეფერეს და სიყვარულით გამომიშრეს. რა ვიცი, მიყვარს ავტობუსით გზავრობა და მე ზოგადად მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. აი ეხლაც ფეხით დავდივარ, ჯერ კიდევ შემოგვჭა ეს ტრადიცია. სიგარეტის მოწევას თავი რო დავანებე, მოვიმატე სადღაც 13-14 კილო, რაც ჩემთვის ბევრი იყო. ამიტომ გადავწყვიტე წონასთან ბრძოლა გამომეცხადებინა, დიეტა რაღაცნაირად ვერ გავქაჩე. ამიტომ დავიწყე ინტერვალური კვება და ფეხით სიარული.
დღეში 10 კილომეტრი იყო სადღაც ჩემი სახლიდან თავისუფლების მოედნამდე და უკან. და მოკლედ თითქმის ყოველ დღე, ანუ შენ თან წყო მაქვს ლალი ამ თემაზე ნალაპარაკები, ხო? თითქმის ყოველ დღე აი ამ მარშრუტს გავდიოდი 10 კილომეტრს და თან ვიკვებებოდი 18 საათში, 20 საათში, 24 საათში ერთხელ, მქონდა პერიოდები, რომ 36 საათიც მიშიმშილია და სწორედ აი ეს იყო, რამაც ჩემი 14 კილოგრამი ძალიან სწრაფად გააქრო. მე რაღაცნაირად შევეჩვია ამ ფეხით სიარულს, იმიტომ რომ კარგია რაღაცნაირად სავსე ბრუნდები, ისეთი დაღლილი მოვდივარ ხოლმე სასიამოვნოდ სახლში, მე კარგად ვიძინებ და მადაც ნაკლები მაქვს და მოკლედ ფეხით სიარული ჩემთვის აღმოჩნდა ყველაზე კარგი რამ, რაც შემიძლია ჩემს თავს გაუკეთო დღის განმავლობაში. ესე იგი დაახლოებით 9-10 წელი სიგარეტს ვებრძოდი, ხან ნიკორეტი გამოვიწერე, საღეჭი რეზინი ასეთი ნიკოტინის, რომელიც თითქოს გულისრევის სპაზმს იწყებს და ვერ ეწევი, მაგრამ პარალელურად ვეწეოდი, რაღაც პლასტირები ვიშოვე, წამლები ვსვი და ვერაფრით ვერ მოვერიე სიგარეტს. მოკლედ ვერანაირად სიგარეტს თავი რო ვერ დავანებე, ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის რეკომენდაციით წავედი და ორი არაჩვეულებრივი გოგონას 5 ლექცია მოვისმინე. კოგნიტური ფსიქოლოგია ალბათ იცით რაც არის. და რომ მივედი მახსოვს, პირველი ლექციის ბოლოს აი რაღაცნაირად გულში გამეხიმა და ვიფიქრე, რომ აი ამ ხელა ფილარმონია ქალს ორმა ნინომ სიგარეტს როგორ უნდა დამანებებინოს თავდრო. ერთი რაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მხოლოდ იმაზე საუბრობდა, ანუ რომ კიბოს აჩენს, სტატისტიკა როგორია და ასე შემდეგ და მეორე მხოლოდ განიხილავდა იმას, თუ რა არის თვითონ ნიკოტინი, რომ ეს არის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ენდორფინების მაგივრად ძალიან რბილად ჩდება ჩვენ მოკლედ. 5 ლექცია მოვისმინე, ოღონდ მართლა გეუბნებით, აღარ მინდოდა იქ სიარული, უბრალოდ ამ ორი ნინოს პატივის ცემით ეს 5 ლექცია მივიყვანე ბოლომდე. 7 მარტი იყო ბოლოს. ანუ სულ რამდენიმე დღეში ჩაიკეტა ქალაქი და გამოცხადდა პანდემია. და 7 მარტს მახსოვს იყო ჩვენი ბოლო ლექცია. მოვუწიეთ ყველამ ერთად ბოლო სიგარეტი 2019 წლის 7 მარტი. და ნინოებმა გვითხრეს, ჯგუფი ვიყავით 4 კაცი. და ჩავაქრეს ჩემი ბოლო სიგარეტი, ძალიან გთხოვეს ნინოებმა, რომ მოდი ხა ჩანთაშიო ჯიბეში თუ გაქვთო რაიმე თამბაქოსთან ასოცირებული, აქ დატოვეთო. და რა თქმა უნდა რაღაცები ამოვიღე და დავინახე რომ ერთი კოლოფი მედომ ჩანთაში ის რამდენიმე ღერი იყო სიგარეტი და სანთებელა ის არ ამოვიღე იმიტომ რომ ჩემს თავს იქვე უთხარი ჩუმად რომ გავალ აქედან მოვწევ თქო და მას შემდეგ ის სიგარეტიც სახლში მიდევს და ის სანთებელაც მე სიგარეტი აღარ მომწევია დიდი მადლობა ნინოებო და დიდი ბოდიში რომ ასე არ მწამდა თქვენ მოახდინეთ სასწაული ჩემს ცხოვრებაში იმ წუთას როდესაც საქმეში ვარ მე პირადად სტრესს არ განვიცდი. ჩემთვის ძალიან რთულია, როდესაც ყველაფერი მთავრდება შემდეგ. ანუ მე თუ ოდესმე ფსიქიატრთან ყოფილ ვარ კონსულტაციაზე, ან სამკურნალოდ ვისულ ვარ მასთან და რაღაცა კონკრეტული წამლები მიმიღე, ეს ყველაფერი იყო პოსტ. ამიტომ მამა ჩემი რომ ცუდად იყო, მე კარგად ვიყავი. კარგად ვიყავი იმიტომ, რომ მე უნდა გამეკეთებინა ყველაფერი და ამ დროს ტონუსში ვიყავი თავიდან ბოლომდე. თუმცა რაც დრო გადის, ხვდები რომ ძალიან რთული გზა გავიარეთ მეც და მამამ. ნუ მამა ჩემმა ბევრად უფრო რთული გზა გაიარა, ვიდრე მე. ძალიან რთულია, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი, რომელიც შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, უყურებ როგორ ქრება, როგორც პიროვნება. იმიტომ რომ მისი მეხსიერება იშლებოდა დღეიდან უკან. ანუ ნელ-ნელა ავიწყდებოდა ყველაფერი და საბოლოოდ თავის კი დაავიწყდა ხალხომ, რომ ძალიან ხშირად მეკითხებოდა, რომ დათო ხაზარაძე როგორ არის, მამა შენი როგორ არის და რო ვეკითხებოდი, რომ შენ ვინ ხარ, ამაზე პასუხი არ ქონდა და ეს არის ძალიან ძიმე სანახავი. ალბათ ყველას, ვისაც მამა ცოცხალი ყავთ და ჯანმრთელი და დიდხანს ჯანმრთელი ყავდეთ, მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი არ შემდეგ. ეხლა უფრო მოქმედებ შენზე. არც მინდოდა რომ ვიმეს გაეგო, უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მენტალიტეტის ქვეყანაში ესეთი რაღაცები მიუღებელია. ჯერ ესეთი არ გვაქვს ამის ტრადიცია, არ გვაქვს ამის გამოცდილება. მაგრამ, როდესაც ხარ მარტო, როდესაც მუშაობ და შენზე დამოკიდებული მამა შენის თქვათ მატერიალური კეთილდღეობაც და მისი ჯანმრთელობაც და ყველაფერი, როდესაც შენ ძალიან დაკავებული ხარ და მამა სახლშია მარტო და მთელი დღე გირეკავს დაახლოებით 200 ჯერ, 300 ჯერ და გეკითხება რომ სადა ვარ, ვინ წამართვა სახლი,
ჩქარა მოდი, ჩამკეტეს, ხანძარია, ხან მივდიოდი და მართლა ხანძარი ქონდა, იმიტომ რომ ქვაფს ან ჩაიდანს დგამდა გაზზე, შემდეგ ავიწყდებოდა, ის იწვებოდა, ძალიან მოსწონდა შტეფსელების დაშლა, ტელეფონი, აი ყველაფერს შლიდა, აი ყველაფერს აფუჭებდა. გარდა ამისა აივანზე იდგა და ყვიროდა, რაღაცას ითხოვდა. ძალიან რთულია, როდესაც შენ ძალიან შორს მისგან, ამას აკონტროლებ და ვერ ეხმარები. მეც რომ მივდიოდი შემდეგ სამსახურიდან მასთან, მე ვიწყებდით ჩხუბს, იმიტომ რომ მე ვცდილობდი რომ მისთვის ამეხსნა, რომ მამა, ეს არის შენი სახლი, არავის არ წაურთმევია შენთვის შენი სახლი. მე როგორც მახსოვს, ერთხელ წავედი ამობეჭდე წერილი, მეგონა რომ ამით მოვატყუებდი და დავაჯერებდი ვითომ იუსტიციის სახლი და რაღაცა საბუთი გავაკეთე, რომ ეს სახლი ნამდვილად შენია თქო და ნიკა წულუკიძეს მოვაწერინე ხელი, მაშინ თეა წულუკიანი იყო მინისტრი და წულუკიძე და მიუტყაი რომ მამა, აი მე ვთხარი დაწყნარდი, შენთვის სახლი არავის არ წაურთმევია, აი მე ვთხარი ხელმოწერიანი დოკუმენტი, ეს დოკუმენტი გახდა შემდეგ ჩემი თავის ტკივილი ახლიდან, იმიტომ რომ ეს თუ ჩემია, აქ რამდენი ოთახია, აქ რა წერია და მე დაიწყო მეორე თავის ტკივილი. და მოკლედ აი ჩვენ ერთ დღეს მივხვდი რომ ასე დიდხანს მე ვერ გავქაჩავ. და აი ზუსტად ერთ დღეში მოვიძიე ყველა სახლი რაც კი არსებობდა თბილისში, ჩაულაგე ბარგი და წავიყვანე. და ორივემ დავისვენეთ. მამამ დაივიწყა აგრესია, არავის აღარ ეჩხუბებოდა, აღარ ქონდა განცდა რომ სადღაც უცხო გარემოში იყო, აღარ კითხულობდა რატომ ართმევთ სახლს, რა გინდათ ჩა. აი საერთოდ დაავიწყდა ყველანაირი შფოთი. და დიდი მადლობა ლალი გოცაძეს, რომელმაც 7 წელი მამაჩემი აი ხელის გულზე ატარა მართლა გეუბნებით. და რომ არა ლალი, მამაჩემი ალბათ ბევრად მალე დაასრულებდა სიცოცხლეს. მადლობა იმ 7 წლისთვის. უჯერებდი რა მამაჩემს და მე არ ქონდა ესეთი ურთიერთობა და დამოკიდებულება, რომ რაღაცა კონკრეტულად მას ჩემთვის ეთქვა და მე მისთვის დამეჯერებინა. რაღაცა აი მოწიწებით მე პყრობოდა, მისთვის ვიყავი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ნიჭიერი, აი ყველაზე. ამიტომ მისთვის მისაღები იყო ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი მართლა. და ვერ იტანდა ვერავის, თუ კი შეამჩნევდა, რომ ოდნავ გადატრიალებულად ვიღაცამ გამომხედა. არა, მისთვის ვიყავი აი რაღაცა წარმოუდგენლად სრულყოფილი და ყველაზე ლამაზი არსება. ამიტომ დაჯერებით რა ვიცი. არ მახსოვს ესეთი რამ, რომ მას რამე ეთქვას და ერთ-ერთი სიტყვილში ვაცხოვრებდი. ქმარს რომ გავშორდი ლილუს მამას, ვიცოდი რომ ძალიან განიცდი და ამ ამბავს და ამიტომ არ ვთხარი. ხო და რომ მეკითხები და ლევანიკოს ადაი რატო არ მოდის, რატო არ ხედა, ვეუბნებოდი გაფრინა გამომდი, მოკლედ რაღაცნაირად გადავაგორე რამდენიმე წელი და ერთხელ მახსოვს მირეკავს და აი ეს ხმა მესმის ტელეფონში რომ ნანას მეძახდა მაშინ როცა ძალიან გაბრაზებული იყო ან გაუგებრობაში იყო და მამა რა ხდება მეთქი და სამარშრუტო ტაქსით გზავრობდიო და შენზე ჭორაობდნენო უკანო და ქმარს მართლა გაშორდიო ღრიალით. ანუ აღმოჩნდა რომ სამარშრუტო ტაქსში ჩემზე ჭორაობდნენ უკანო ეს ნანიკო ხაზარაძე როგორ გაშორდა ქმარი რაღაცები და მამა ჩემი შოკში, წნევით, კრიზით ჩამოვიდა, ძლივს მიაღწია სახლამდე და მოკლედ ასე გაიგო 1-5 წლის თავზე რომ ქმარს გავშორდი. კი, მე ვუფრთხილდებოდი მას, იმიტომ რომ სულ ნერვიულობდა ჩემზე და რაღაცებს ვცდილობდი რომ მოკლედ მისთვის დამემალა რა. რა ვიცი, ვერ გეტყვით რა მომცა, იმიტომ რომ იქ გავჩნდი, იქ გავიზარდე და ეხლაც იქ ვცხოვრობ. ამიტომ სხვა გამოცდილება არ მაქვს და არ ვიცი როგორი ვიქნებოდი, თქვათ საბურთალოზე რომ გავჩენილიყავ ან თუნდაც ველაზე. არ ვიცი. ეს ავარ რაც ვარ. რა გამოცდილება მომცა და კარგი მეზობლობის და კარგი მეგობრობის, რომლებიც დღესაც შემრჩენ, მეტი არ ვიცი. ჩემი პედაგოგი იყო გიზო ჟორდანია. და არ გამომივიდა თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თეატრში ვიყავი, მე თამაშობდი სპექტაკლებში და ჩემი საკუთარი სურვილით წამოვედი თეატრიდან, იმიტომ რომ ჩემი თავს კარგად ვერ გრძნობდი სცენაზე. ვიყავი ძალიან კარგი სტუდენტი და გიზოს ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა ჩემზე. ასევე მარჯანიშვილის თეატრშიც მითამაშია, შემდეგ უკვე სარდაფში ვიყავი, ჭოლასთან თამაშობდი რამდენიმე სპექტაკლში, თუმცა რატომღაც მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება, აი ეს ბოჰემა კულისები რაღაცნაირად არ არის ჩემი, არ შემიძლია მე თეატრი. უბრალოდ დიდი მადლობა იმ 4 წლიან სწავლებას თეატრალურში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცოდნა, დიდი გამოცდილება მივიღე და მოკლედ გიზო ჟორდანიამ რაც ჩემში ჩადო, ამას ვერც ერთი სხვა სკოლა, ინსტიტუტი და ვერანაირი, არ ვიცი, ადამიანი ვერ იზამდა. მართლა მადლობა აი ამ ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ. აღარ არის ცოცხალი ჩემი ბატონი გიზო, მაგრამ მაინც.
სხვათა შორის მიკვირს კკ, რომ ყურადღებას არ გაქცევ, იმიტომ რომ ინსტინქტი მაქვს უკვე, ადამიანი რომ მიყურებს ან მიღიმის, ავტომატურად მივდივარ კოცნი და ვეკითხები როგორ ხარ. ამიტომ რაღაცნაირად მიკვირს ახლა ამას რომ მეუბნებით. შეიძლება ნაცნობმა ისე ჩამიაროს არ გამიღიმოს და არ მივესალმო, იმიტომ რომ ინსტინქტურად არ წავიდე და უცნობს ყველას ვესალმები, რა ვიცი. შეიძლება სულ ჩაფიქრებული ვარ მაგ დროს, არ ვიცი, მიკვირს მართლა. კკ. აწი შემაჯანჯღარე რომ დამინახავ, გამიხარდება. გენეტიკის შედეგია პირველი, მეორე დიეტაზე აღარ ვარ. სულ 2-2-ჯერ ვიყავი დიეტაზე ცხოვრებაში, ერთი ფორდ ბოერაძე რომ მიფრინავდი, იმიტომ რომ ახალი ნამშრომიარები ვიყავი და უბრალოდ 80 კილოგრამს ვიწონიდი და იქ მოკლე ქვედაბოლოებში სირბილი ძალიან დისკომფორტი იყო. მაშინ ვიყავი პირველად დიეტაზე და მეორედ ვიყავი აი სიგარეტს რომ თავი დავანებე და რაც შეეხება დანარჩენს გენეტიკა ვთქვი, ძალიან კარგი ექიმი მყავს, დერმატოლოგი, რომელიც უვლის ჩემს სახეს და თუ კი კარგად გამოვიყურები, ეს თამარ ვაჩეიშვილის დამსახურებაა. ხო, რთულ კრიზისულ პერიოდში მე არასდროს არ ვარ ცუდად და სტრესში. ყოველთვის ვარ მობილიზებული, ტონუსში და ყველაფერს ვაკეთებ 5-იანზე და 10-იანზე. აი, კრიზისი რომ გადაივლის, მე ვარ ხოლმე ცუდად. ყოველთვის არა. ასე რომ კრიზისი ჩემი სტიქია, სადაც ყოველთვის თავს კარგად ვგრძნობ. მე ძალიან კარგი დედაშვილობა გვაქვს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ძალიან რთული გარდატეხის ასაკი გაიარა და მეც გავიარე მასთან ერთად. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, მართლა დასრულდა და ეხლა რა ვიცი, ეხლა ჩემი მეგობარია, ჩემი გულშემატკივარია, რა ვიცი, ჩემი საყვარელი ადამიანია, ჩემი мотиваციაა, ძალიან მიყვარს და მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. პირველი რამე თუ ხდება ჩემს ცხოვრებაში, ალო ლილუ, ზუსტად ისევე მასთან, რა ვიცი. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვნანობ თუ არა რამეს, ამას ხშირად მეკითხებიან და ხშირად ფიქრობ ამ თემაზე. საბოლოოდ რა მინდა რომ გითხრათ. მე არ ვიქნებოდი მე ეხლა რაც ვარ ის ნანიკო, რომ არა აი ეს ჩემი 53 წლიანი ავი თუ კარგი გამოცდილება. ამიტომ მე რაღაცა რომ შევცვალო ამ ჩემს გამოცდილებაში, მე თვითონ დამაკლდება რაღაც და დღეს მე იმდენად კარგად ვარ ჩემს თავთან და არაფერი არ მაწუხებს ჩემი რომ დაე იყოს ისე როგორც იყო, იმიტომ რომ არავისთვის დიდი ტკივილი მე არ მიმიყენებია, კაცი მე არ მომიკლავს და არაფერი ისეთი არ დამიშავებია ვინმესთვის, რომ მე ამას ვნანობდე და თვითგვემას ვგრძნობდე. არა. რაც არის იყოს. არავის არ მიბაძოთ და თქვენში იპოვეთ ის უნიკალური, რომელიც აუცილებლად გაქვთ და აი იმას მიხედეთ. მეტი რჩევა უნდა მოგცეთ, ან რა ვიცი, რჩევების მიცემა არ მიყვარს ზოგადად. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო კითხვები იყო. კკ ქუჩაში რომ დამინახავ და რომ მომაშტერდები, აი მე შენობით გადმოვედი ახლა. აუცილებლად მოდი და მითხარი რომ მე ის კკ ვარ, რომელიც უგაშტერდები და შენ არ მესალმებია და დარწმუნებული ვარ, რომ ისე კარგად მოგესალმები, შემდეგ უკვე სხვანაირი კითხვას გამომიგზავნი იქ, სადაც ვიქნები. მოკლედ, კარგი იყო თქვენთან ერთად. გემშვიდობებით, ნახვამდის.